მეორე ფენების ჩაფენაც თავდება და ძალიან ღუნღულა საბანივით იატაკი გამოგვივიდა. მოგინდება რომ ჩაწვე ისეთი სიმყუდროვია. ამაზე როგორც გითხარით, გადავაფენ არმირებულ ცელოფანს და შემდეგ უკვე ეს სქელი OSB ფილები წავა და მერე ნამდვილად დაემსგავსება უკვე იატაკს, სადაც შეგვიძლია თამამად ვიმოძრაოთ. სალამი ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ხის სახლის მშენებლობით. მე მიშა ვარ და ეს არის ჩემი YouTube არხი ფერმა და სახლი, რომლის ფარგლებშიც ვიღებ სერიებს ააშენე შენით. და ვაშენებ მარტო ხის კარკასულ ეკოსახლს, სკანდინავიური barnhouse სტილის სახლს და თქვენთან ერთად გავდივარ ყველა იმ ეტაპს, რისგანაც შედგება ეს პროცესი. ახლა წინა ფასადის მოპირკეთების ეტაპია და როგორც ხედავთ, უკვე დასრულებულია ხის ლამფისაკვრა, რომელიც ძველი ხის ეფექტით არის შეღებილი და დარჩა ვიტრაჟების, სადაც მომავალში ჩაჯდება მინა პაკეტი, უფრო სწორად, ამისი ჩარჩოს მოპირკეთება. ამისთვის კი იქიდან გამომდინარე, რომ ფასადზე მუქი ფერი ავირჩიე, გადავწყვიტე, რომ ჩარჩოს ფერი ყოფილიყო მკვეთრი ფერის, მკვეთრი ღია ფერის და აი ესეთი იქნება ჩარჩოს მოპირკეთება, რომელიც უკვე ზომებზე მაქვს დაჭრილი და ის ხა დამრჩენია, რომ გავაკრა და ვნახოთ თუ როგორ დაამშვენებს სახლის ფასადს. Agangebo momento. მოკლედ როგორც ხედავთ, წინ ამრეკლი აქვს ჩვენს მინა პაკეტს, რაც ერთის მხრივ უზრუნველყოფს, რომ გარედან დაბურული იყოს და მაინც და მაინც არ იყოს გამჭვირვალე თუ რა ხდება სახლში და გარდა ამისა მზის სხივების ზემოქმედებასაც ამცირებს და უფრო ეკომეგობრულია ესეც სახლისთვის. ასე რომ თქვენს გაითვალისწინეთ, თუ გინდათ რომ ზაფხულში ძალიან სიცხე არ იყოს სახლში, წინ აუცილებლად შეგიძლიათ გააკეთოთ მცირედი დაბურვა ამრეკლი ეფექტით. კარი და სამზარეულოს მინა პაკეტიც რომ ჩაისმევა, უკვე დახურული მყუდრო სახლი და სივრცე გამოვა, რომელსაც შიგნიდან დასჭირდება მხოლოდ და მხოლოდ მოპირკეთება. ეს ყველაფერი ამოკეთდება, მოპირკეთდება ხით